ძალიან სწორად აღნიშნეთ და სწორი დაკვირვება იყო, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ასე ვთქვათ, ის 5 წუთიც კი არ გაიმეტა საკუთარი ხელის ბიჭების წინაშე გამოსასვლელად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არაფერი არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, არანაირი სიურპრიზის მოლოდინი არ იყო და ეს ვერც იქნებოდა, ბუნებრივია, გრძელდება ის, რაც იყო აქამდე. ყველა ბერკეტი დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების მართვის არის კვლავ ბიძინა ივანიშვილის ხელში, ის არის პარტიის ეგრეთ წოდებული საპატიო თავმჯდომარე და სრულიად უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგადად სხვა ყველა შემთხვევაში საპატიო თავმჯდომარე არის ხოლმე სიმბოლური, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირი შეიძლება ითქვას. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ფორმალურადაც კი აქვს მინიჭებული, მაგალითად შეგახსენებთ პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლებამოსილება და ეს თავისთავად უკვე მეტყველებს, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამ ფორმალურ მხარესაც რო თავი დავანებოთ, აქ თავარი მაინც არის ის არაფორმალური, ეს ძალიან რომ უყვართ deep state და ხშირად ახსენებენ, სწორედაც რომ deep state-ური, ასე ვთქვათ, ფორმალური ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი მმართველობა, რომლის ავტორი და მოქმედი ამ ქვეყანაში არის რა თქმა უნდა ივანიშვილი და რა თქმა უნდა დღეს ჩვენ ვიხილეთ მხოლოდ ფორმალური, ასე ვთქვათ, რაღაცა ნოტარიუსის დონეზე რომ გაიმეტებს საკუთარ პარტიას, რომელსაც მმართველს ეძახი და დე-ფაქტო არის კიდეც მმართველი, ესეთ პარტიას რომ გაიმეტებ იმისთვის, რომ მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია დაუტოვო და ყველა სხვა გადაწყვეტილება თავად მიიღო. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე ამ შემთხვევაში არის ადამიანი, რომელსაც აქამდეც დაამტკიცა, რომ ის ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფერზე ხელის მომწერია და ბუნებრივია იმ ვითარებაში, როდესაც ყველა სიტუაცია და ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ ოცნებას ეს ქვეყანა მიყავს, როგორც დარწმუნებული ვარ, დიდი იმედი მაქვს, რომ ვერ შეძლებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიყავს ავტოკრატიული რეჟიმისკენ, ბუნებრივია აი ესეთ სიტუაციაში ხა ექსპერიმენტების დრო და იქ რაღაცა სურპრიზების დრო ბუნებრივია არ არის და შესაბამისად ამ შემთხვევაში კობახიძე რა თქმა უნდა იყო ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი. ხო, კი ბატონო, რა თქმა უნდა, კობახიძე გასაგებია ალბათ, რატომაც ჩააბარა მას ყველაფერი პარტიის თავმჯდომარეობის ჩათვლით, მაგრამ ეს ერთგვარად შეგვიძლია ხოლმე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჟურნალისტებმა, თქვენ პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მეტნაკლებად იცის ჩახედულია ქართული ოცნების მმართველობაში, ყოველ შემთხვევაში წარსულში მაინც, აი ვივარაუდოთ, თქვათ, მომდევნო ტაქტიკა, მომდევნო ნაბიჯები, რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების მხრიდან. ხო, როდესაც ირაკლი კობახიძე დღეს თითქოს უნდოდა გამოესხივებინა ის, რომ არანაირად არ ემზადება ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მან დათვალა, ასე ვთქვათ, თვეები მომდევნო ადგილობრივ არჩევნებამდე და თქვა, რომ მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება ქართული ოცნება. აი ეს რას ნიშნავდა თქვენი აზრით? აი ამაზე აქცენტირება, ან დაინახეთ თქვენ რაიმე სიმპტომები, რომ შეიძლება აი ამ ფორმით, ამ თავმჯდომარით, აი ამ მონაცემებით, რაც ახლა არის ქართულ ოცნებაში, ისინი ემზადებიან ახალი არჩევნებისთვის საპარლამენტო მართლმსაჯულებში. ის რა არის, მოდი პირველ რიგში ვთქვათ ერთი რამე, ხო დღეს ვნახეთ იქ ხუხარი აპლოდისმენტები, რაც ასევე არ არის ახალი და ეს ძალიან მოგვაგონებს ყველას იმ კომუნისტურ ავადსახსენებელ პერიოდს და ნუ რას უკრავდნენ დაშს დღეს იქ შეკრებილი დეპუტატები, მოდი ეს მიდოთ თქვენი მაყურებლის გასაგონად კიდევ ერთხელ თქვა. ივანიშვილის სიბრძნეზე წამოდგნენ ესე კობახიძემ რა თქვა, რომ აი სიბრძნით გადაარჩინა. კი ბატონო, ყველა ის ტაში რაც იქ გაჟღერდა. ეს იყო ტაში ძალადობას, ტაში უსამართლობას, ტაში ავტოკრატიას, ტაში მშვიდობიანი მოქალაქეების ქუჩაში ცემას უმოწყალოდ, ტაში მათ შორის საპატიმროებში ადამიანების წამებას და მათ სიკვდილამდე მიყვანას და ჩვენ ვიცით ეს ბოლოდროინდელი საშინელი ფაქტები, ტაში ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის ღალატს, ტაში დემოკრატიის მოპარვას, სასამართლოს ჯიბეში ჩადებას, ტაში იმას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტები 5000 ლარით ჯარიმდებიან და არც ერთი მოძალადე, რომლებმაც ფაქტობრივად თითქმის სიკვდილამდე გაიმეტეს, ეს ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები, არც ერთი მათგანი არ დასჯილა. არ დასჯილა მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც გოგონებს იმეტებენ იმისთვის, რომ აი პირდაპირ მომწამლავი საღებავი სახეში შეასხან და დაბრუნებამდე მიიყვან, რა ესენი არც ერთი რო არ დასჯილა, იმიტომ რომ ესენი ყველა ეს მოძალადე ადამიანის არის ამ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ, აი ამას უკრავდნენ ტაშს, ხარებას უკრავდნენ ტაშს. და ყველა იმ მოძალადე კორუფციონერს და ზოგადად კორუფციას
რაც ამ ბოლო წლებში ამ ქვეყანაში არის გამთავრებული, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რეალურად დღეს ვის აქვს ხელისუფლება მიტაცებული, იმიტომ რომ ჩვენ ხო საქმე გვაქვს, ასე ვთქვათ, აი მოძალადე რეჟიმთან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ეხლა აი ამ მიტაცებული ძალაუფლებით ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ძალადობს საქართველოს მოქალაქეებს. იმიტომაც იყო ბატონ გიორგი ჯერ როცა შედიოდნენ აი ამ დარბაზში, შემდეგ როცა პოლიცსაბჭო წარადგინა ირაკლი კობახიძემ აი ვითვლიდით აქედან და თითქმის ყველა სრული უმრავლესობა ყველა მიმართულებით არიან სანქცირებულები. გუშინ კიდევ ერთი სია გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს ყველა შტოს, საკანონმდებლო აღმასრულებელი ძალოვანი უწყებების სასამართლო, ბიზნესი, მფარველობა და პროპაგანდა, ხო? ანუ ყველა მიმართულებით სანქცირებულია ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. მაშინ როცა არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მომხრეებისადმი ქონდა ეს გზავნილი, რომ ისინი მშვიდობით და ღირსებით მიდიოდნენ ევროპისკენ და 20 იანვრის შემდეგ უკვე ახალ ადმინისტრაციასთან დაალაგდებოდა ურთიერთობა. აი აქ თავისივე მომხრეებისთვის, ვინც ყავთ ჯერ კიდევ, აი აქ რა ხდება უკვე ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ? ანუ რა სივრცე რჩება უკვე შემდეგი ტრიუკებისთვის, როგორც ბიძინა ივანიშვილს უყვარს, ან გნებავთ მანევრებისთვის, რომ დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომ ისინი კიდევ შეძლებენ ან სანქციებისგან თავის დაღწევას, ან ძალაუფლების ისევ შენარჩუნებას და ან მით უმეტეს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგებას. ნახეთ, როგორ არის, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეს არალეგიტიმური ოცნების ხელისუფლება ახერხებს კიდევ მეორებ ისევ ძალადობით. ეს ძალადობა არის ორი ფორმის. პირველი ეს არის ფიზიკური ძალადობა ადამიანებზე და მეორე ეს გახლავთ ინფორმაციული, საინფორმაციო გზებით, ანუ ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომი, რომელსაც ოცნება უკვე დიდი ხანია აწარმოებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ ჰიბრიდული ომის ნაწილია, როდესაც ოცნება ძალიან სწორი აქცენტია თქვენს მიერ დასმული, როდესაც ჩვენ საუბრობთ სწორედ ოცნების მომხრეებზე, თორე ხო, ვინც არ არის ოცნების მომხრე, მათ პრინციპში ყველაფერი კარგად იციან და ეს ოცნების მომხრეები, ნახეთ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ყველა ის კვლევა, აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული, შეიძლება პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ, რეიტინგები განსხვავდებოდეს, მაგრამ ერთ-ერთი მონაცემი, რაც არ განსხვავდება არც ერთ კვლევაში, რაც კი ჩატარებულა საქართველოში ბოლო წლებში, ეს არის ის ემხრობი თუ არა საქართველოს ევროპულ მომავალს. და ყველა კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% თუ უფრო მეტი არა, ემხრობა საქართველოს ევროპულ, ანუ ცივილიზაციურ სამყაროში გაწევრიანებას, ხო? ანუ მაშინ რა გამოდის? ანუ თუ ჩვენ გამოვაცლით ამ პროპაგანდას ხელიდან ოცნებას. მაშინ გამოდის, რომ ოცნება, ესე ავტომატური მექანიკური გადათვლით, ახლა მესმის ესე მარტივადაც არ არის საქმე, მაგრამ რჩება 20%-იანი პარტია. იმიტომ რომ თუ მისი მხარდაჭერები პირდაპირ გაიაზრებენ, რომ დიახაც, ჩვენ გვინდა ხელისუფლება, ჩვენ გვინდა ავტოკრატიული ხელისუფლება, ჩვენ არ გვინდა ევროპა, ჩვენ არ გვინდა ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მაშინ ისინი რჩებიან აი ამ 20%-ის არის წინაღობა აი ამ პროპაგანდისტული გზავნილისთვის. რა თქმა უნდა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა დიდად შეიძლება ესეც არ აინტერესებთ მათ, იმიტომ რომ სრული იზოლაციისკენ მიყავთ ქვეყანა, მაგრამ მათ რა უნდათ? მათ უნდათ რომ ყველაფერი თავის შუაზე აკეთონ, სასამართლო მთლიანად მიტაცებული კონდეთ, მოძალადე რეჟიმით იძალადონ ადამიანებზე, მშვიდობიან ადამიანებზე, გააგრძელონ ფულის მოპარვა, გააგრძელონ კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლონ კორუფციაში და ამ დროს არანაირი დემოკრატიული ინსტიტუტი აღარ არსებობდეს, არ არსებობდეს ძლიერი დამოუკიდებელი მედია, არ არსებობდეს სამოქალაქო სექტორი. ამიტომ არ სურთ მათ, ანუ ნახეთ, ამ ტიპის ხელისუფლებისთვის დასავლურ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, რომლებიც დგანან ყველაზე მთავარ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, ეს არის დემოკრატია, ერთი სიტყვით რომ თქვა, ანუ ბუნებრივად შეუთავსებლები ხდებიან. ანუ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად, საქართველოში რეალური დემოკრატია არსებობდეს, ისეთი როგორიც არის ევროპაში, ამერიკაში და ეს ადამიანები, ვიზაც ჩვენ საუბრობთ, ესენი სულ ყველა ციხეში იჯდებოდნენ. აი პირდაპირ ვთქვათ, არ შეგვეშინეს ამის თქმა და პირდაპირ ვთქვათ, ესენი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში იმ კორუფციისთვის, იმ ძალადობისთვის, იმ უამრავი დანაშაულისთვის, ესენი სულ ყველა პატიმრობის კანდიდატები არიან. და რა თქმა უნდა, მათ საკუთარი ხელისუფლება გაცილებით მეტად ადარდებთ, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, გახანგრძლივება, ქონების კიდევ უფრო მეტი ქონების დაგროვება და უკვე დაგროვილი ქონების შენარჩუნება, ეს არის მათთვის მთავარი და ამის გამო წირავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აი პირდაპირ და ერთადერთი რასაც ახერხებენ პროპაგანდის გზით, აი ეს არის აქ აი მთავარი ჩემი აზრით, აი ძაღლის თავი დამარხულიო რო არის ნათქვამი, არის ის რომ ქართულ ხალხს ატყუებენ, რომ თურმე ამას აკეთებენ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით. მამაზე დგას ხო მათი მაგრამ აი ხშირად გვიქვამს ბატონო გიორგი და უთქვამთ იმ ადამიანებს, ვინც იცნობს მაგალითად ბიძინა ივანიშვილს, რომ მასში ძალიან მძლავრად არის თვითგადარჩენის ინსტინქტი. ბიძინა ივანიშვილმა ახლა ყველაზე კარგად იცის, ხო, რას ნიშნავს მეგობარი აქტის მიღება კონგრესში, შემდეგ უკვე სენატში და რას ნიშნავს
თუ კი მას და იმედია რომ მოაწერს ხელს პრეზიდენტი ტრამპი. ხო, აი ეს გადაწყვეტილებები ფიქრობთ რომ შეიძლება რაიმე გავლენას ახდენდეს მის მომდევნო გეგმებზე? რა თქმა უნდა, ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმა რაც აი ბოლო პერიოდში აქ იყო, აქამდე კიდევ იყო სანქციები, აქამდე იყო პოლიტიკური განცხადებები ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს, მაგრამ ის რაც მოხდა 6 მაისს ვაშინგტონში, კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში, ეს იყო ყველაზე ძლიერი პოლიტიკური განაცხადი მთელი ცივილიზებული მსოფლიოს გასაგონად, რომ დიახ, დღევანდელი ოცნების რეჟიმი ბოლო წლებში სრულად დაცილდა იმ მიზნებს, რაც არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეს არის უკვე ცალსახად გამოკვეთილი ავტოკრატიისკენ არა თუ მიმავალი, არამედ ფაქტობრივად უკვე თითქმის შემდგარი ავტოკრატიული რეჟიმი და საქართველოს და ქართული ხალხი არის გადასარჩენი აი ამ მოძალადე რეჟიმისგან, რომლებიც ფაქტობრივად აი უცხოელ დამპყრობლებსაც კი ბევრს თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ესეთი ზიანი, რა ზიანსაც დღევანდელი ოცნება აყენებს საქართველოს არ მოუტანია. ამიტომ ეს აქტი ახლა აქ ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენი ეთერის მეშვეობით გაჟღერდებოდა ეს ციფრები, უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში არის 495 დეპუტატი და 359 დეპუტატმა მისცა ხმა და წინააღმდეგ იყო მხოლოდ 10% თუ არ ვცდები 42 დეპუტატი. ეს რას ნიშნავს? ამის მერე ეს არის ფაქტობრივად ოცნების პროპაგანდის სრული ჩამოშლა, რომელიც ამბობდა თქვენ კარგად გაიხსენეთ, რომ თურმე 20 იანვრის შემდეგ დაალაგდებოდა ტრამპთან. დიდი ბოდიში ვისთან დაალაგდება? ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დგას თავარ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, რაც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო, ხელისუფლების გადანაწილება, ეს ეგრეთ წოდებული check and balance სისტემა და ამ დროს ასეთი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმთან როგორ დაალაგდება? როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანის გონებაში ამ აზრმა შეაღწიოს თუ არა ოცნების აი ეს პროპაგანდისტული? ხო, და პრინციპში თუ კი უნდათ ეს ეგრეთ წოდებული დაალაგება და თუ კი სურთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, მთავარ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა, ამ დოკუმენტში ესეც ძალიან მკაფიო წერია, რა გზას უნდა დაუბრუნდეს ეს ქვეყანა. რისკენ მოგვიწოდებენ? ეხლა მათი პროპაგანდა ამბობს, რომ თურმე ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი საწინააღმდეგო აქტი, თურმე და ამ დროს ერთ-ერთი რასაც ითხოვს, როგორც ამერიკა, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები არის ის, რომ ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნები. აქ რა ტიპის ხელისუფლების ცვლილებასთან და რა ტიპის რაღაცა დაძაბულობის და დაპირისპირების შემოტანასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, აქ არის მშვიდობიანი გზებით ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ მიმართული მცდელობები, ბუნებრივია. და ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქ არის დარჩენილი ორი ეტაპი, ხო? ერთი არის ამ აქტის სენატში განხილვა და დამტკიცება და მეორე არის შემდეგ უკვე ტრამპის მიერ, ანუ პრეზიდენტის მიერ ამ კანონპროექტის ხელმოწერა, რომელიც უკვე შემდეგ მიიღებს კანონის ძალას. არანაირი ნიშანი თამარ, არანაირი ნიშანი რომ რაიმე ტიპის წინააღმდეგობა მეგობარი აქტ შეხვდება სენატში, უბრალოდ არ არის. მეცაც გეტყვით, ფაქტობრივად არსებობს. თითქმის საგარეო კომიტეტმა უკვე მიიღო ეს და საგარეო კომიტეტი არის წამყვანი კომიტეტი. ძალიან საინტერესო ერთი გარემოება, რომ არის პრეცედენტები და ამერიკის კანონმდებლობა მას უშვებს, რომ თუ არ დაფიქსირდა წინააღმდეგობა სენატში, სენატის კენჭისყრის გარეშეც კი შეიძლება ეს აქტი იყოს დამტკიცებული, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესები გაცილებით დაჩქარდება და გაცილებით მალე გადაეგზავნება. რთული არასაკურველია, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა თუ ეს წავიდა იმ გზით, რომ სენატს მოუწია კენჭისყრა, მაშინ ცოტა მეტ დროსთან გვექნება საქმე. თუ არ ვცდები 2-დან 3 თვეზეა საუბარი, მაგრამ თუ წავიდა იმ გამონაკლისის სახით, როდესაც წინააღმდეგობის არარსებობის პირობებში შესაძლებელია ეს კანონპროექტი პირდაპირ დამტკიცდეს, მაშინ შეიძლება ეს უახლოეს მომავალშიც კი გაკეთდეს და რა თქმა უნდა პრეზიდენტ ტრამპს აღარ რჩება ხა როგორ შეიძლება რა ლოგიკა მთელი მისი დასაყრდენი მისი გუნდი ანუ ის კონგრესმენები ის პოლიტიკოსები ვისაც პირდაპირ ეყრდნობა ტრამპი ვისი დახმარებითაც მან მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ვინც არის მისი გუნდის აი მთავარი ასე განუყარელი ყველაზე ძლიერი დასაყრდენი მათ შორის სპიკერი მათ შორის კომიტეტების თავმჯდომარეები და კონგრესმენები როგორ შეიძლება მათი მხრიდან ასეთი უმრავლესობით ხარდაჭერილი აქტი მერე იყოს რაღაცა მიზეზების გამო უარყოფილი ან ვეტო დადებული ტრამპის ხო ნამდვილად რეალისტური მოლოდინი სწორედ ეს არის პროპაგანდა ამბობს უბრალოდ სხვას და ბატონო გიორგი ბოლოს მინდა გკითხოთ 9
მაისი კიდევ ერთი თარიღი, როდესაც ძალიან მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები ევროპის დღისადმი მიძღვნილი აქცია იგეგმება. იღებს თუ არა თქვენი პარტია მონაწილეობას? რა თქმა უნდა, როგორც 9 მაისს, როგორც ევროკავშირის მიერ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს და მოვიწვიოთ თქვენი ეთერით კიდევ ერთხელ და ძალიან საინტერესო გამოფენა ეს ტრადიციული გამოფენა ტარდება თორსტები ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, იქ ვიქნებით ყველა იმ დემონსტრაციაზე, რაც იქნება აი ამ ჩვენი საპროტესტო აქციების ფარგლებში, ასევე რა თქმა უნდა, მოვინახულებთ და მოვეფერებით და მოვესიყვარულებთ ჩვენი ომის ვეტერანებს, რომლებიც შეიკრიბებიან ვაკის პარკში და 26 მაისის აქცია ბუნებრივია, ახლა ეს არის უმთავრესი უმნიშვნელოვანესი დღე და რა თქმა უნდა, ჩვენც აქტიურად ვემზადებით ამ აქციისთვის და ბუნებრივია მთელი ჩვენი შემადგენლობით, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ჩვენი ლიდერების ჩათვლით ვიქნებით ამ აქციაზე წარმოდგენილ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს პროტესტი, რა თქმა უნდა და აი ამ მეგობარი აქტის ფარგლებში და ამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება ახლა უკვე თვალსაჩინო ხდება, უკვე ძალიან ხელშესახები ხდება ყველა ეს ბერკეტი. რა ბერკეტმაც შესაძლებელია აიძულოს ოცნება რომ დაანიშნოს ხელახალი არჩევნები, ჯერ კიდევ რეალისტური ხდება რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს. ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ ბატონ გიორგი, მოკლედ რომ მიპასუხოთ ასევე მაისის თვეა და ეს თვე იყო გაჟღერებული მათ შორის თეა წულუკიანის მხრიდანაც, როდესაც ამბობდნენ ხოლმე ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ აი მაისში გახარიას პარტია დაბრუნდება პარლამენტში და შემოვლენო. ჯერჯერობით ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს. ჩვენ როგორც თავიდან განვაცხადეთ, დღემდე ვართ იმ პოზიციაზე, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, ეს ლეგიტიმაცია არ აქვს დღემდე და არც მომავალში ექნება. თუმცა თუ პოლიტიკური პროცესი ხა აქ არის ხშირად ისმის კითხვები, რომ აი რა ხდება, სად არიან პოლიტიკოსები, ხა აქ უკვე საზოგადოების მხრიდანაც მოდის გარკვეული ტიპის დაკვეთა, როგორც მინიმუმ მსჯელობის დაწყებაზე, რომ რა შეიძლება პოლიტიკოსებმა გააკეთონ უფრო ეფექტურად, რომ კიდევ უფრო დავასუსტოთ ივანიშვილის მოძალად რეჟიმს. რა თქმა უნდა, მე ხარ გულისხმობ, რომ ამის გამოჩენა ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეთ, მაგრამ გარკვეული ტიპის ცვლილებებზე საუბარი, ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არის დასაწყები და ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს, რომ ეს საუბარი დავიწყოთ, იმიტომ რომ ცვლილება ეს არის ნებისმიერი პროცესის განუყოფელი ნაწილი და ჩვენ უნდა და შეიძლება რომ თქვათ აი ამ ტაქტიკურ ან სტრატეგიულ ნაბიჯებს შორის იგულისხმებოდეს ესეც პარლამენტში. ამ ეტაპზე ამას უფრო მეტად გამოვრიცხავ, მაგრამ გულისხმობ რაღაცა ტიპის განსხვავებული ტაქტიკის არჩევას პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ამაზე დაკვეთა იზრდება, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის პროტესტმა ან თავი ამოწურა პირიქით ჩვენ სხვათა შორის ახლა ესეც უნდა ვთქვათ, რომ ეს მეგობარი აქტი და ყველას ხარდაჭერა. რა თქმა უნდა პირველ რიგში ამ პროტესტის დამსახურება და თუ ვინმეს ასე ვთქვათ რაღაცა იმედი აქვს უკვე დაკარგული ან გაწმილებულია ან რაღაცა ფიქრობს რომ ეს არ არის ეფექტური, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ქუჩის პროტესტი, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოცნება საკუთარ მოედანზევეა დასამარცხებელი და აი ამის ბერკეტების ძებნა უნდა გავაგრძელოთ და ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება მაქსიმალურად დავასუსტოთ ოცნება მათ შორის მათსავე მოედანზე.